აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის იძულებით გადაადგილებულ პირთა სამინისტროსა და ქართველთა და აფხაზთა ერთობის საზოგადოების ერთობლივი ორგანიზებით ბათუმში აჭარაში მცხოვრები აფხაზების დაჯილდოების ღონისძიება გაიმართა. დაჯილდოების ცერემონია უკვე მესამე წელია ტარდება. მისი მიზანია აჭარაში მცხოვრები აფხაზებისთვის მადლიერების გამოხატვა იმ წვლილისთვის, რომელიც მათ აფხაზური ენის, კულტურისა და ტრადიციების შენარჩუნების საქმეში შეიტანეს. ღონისძიების ფარგლებში ასევე სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტის თეატრალური დასის წარმოდგენა გაიმართა. ღონისძიებას აღმასრულებელი და საკანონმდებლო ხელისუფლების წარმომადგენლები დაესწრნენ. ქართულ-აფხაზურ ურთიერთობებში განსაკუთრებულ წვლილისათვის დაჯილდოვდნენ აჭარაში მაცხოვრებელი აფხაზები, რომელსაც თავიანთ კულტურას, ტრადიციებს და ისტორიულ ფასეულობებს ინარჩუნებენ. ჩვენთვის უაღრესად მნიშვნელოვანია ამ ტრადიციების და ფასეულობების გაფრთხილება. კიდევ ერთხელ ამით ვკითხდება, რომ აჭარაში აფხაზურ ეთნოს არანაირი პრობლემა არ გააჩნია, რაც ბუნებრივად გულისხმობს იმას, რომ კონფლიქტი ხელოვნურია, ისაც იყო აფხაზეთში და მე მჯერა, რომ სწორედ აჭარაში მაცხოვრებელი აფხაზები იქნებიან ერთ-ერთი დიდი ხიდი და მშვიდობისა და საქართველოს ერთიანობის მთავარი მამოძრავებელი ძალა. ეს ღონისძიებები, რაც გაიგეგმა, რაც გაკეთდა აფხაზეთის მთავრობის მონაწილეობით, ემსახურება იმ სტრატეგიულ ამოცანას, რასაც ქვია ტერიტორიული მთლიანობის აღდგენა და საწყისი ეტაპი პირველი ნაბიჯები, რასაკვირველია, უკავშირდება დობის აღდგენის სერიოზულ ჩამოყალიბებულ სამოქმედო გეგმას. დავჯილდოვდით ქართულ-აფხაზურ ურთიერთობებში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისთვის და დღეს ნამდვილად ემოციური და ამაღელვებელი დღე არის, ვინაიდან დიდი პატივია ჩემთვის, რომ ხვდა ეს ჯილდო წილად.